სვანეთში ვართ და აქედან ვიწყებთ იმაზე საუბარს, როგორ აისახა რეგიონებზე და აქ მცხოვრებ ხალხზე მკვიდრ მოსახლეობაზე საქართველოში არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, თავისი შედეგებით. ბევრად ნაკლები ტურისტია ამ დროისთვის მესტიაში. ზოგადად საშობაო არდადეგების მერე თებერვლამდე ყოველთვის მცირდებოდა ტურიზმი, მაგრამ ეხლა რაც ხდება და ეხლა როგორი სიხალოვათეც არის თუნდაც სასრიალო ტრასებზე, წინა წლებში ნამდვილად ესე არ იყო. ნაკლებობა არ არის. რადიკალური ცვლილებაა მაგ საკითხთან დაკავშირებით. ყოველთვის ევროპიდან უფრო მეტი ტურისტი იყო, ვიდრე არის ეხლა. სეგმენტის ჩანაცვლება მოხდა რაღაცნაირად. ევროპელები გაქრნენ და ჩვენ ჩრდილოეთ მეზობლები მათ რადიკალურად მოიმატეს. ხო და ჯერჯერობით რაღაცა რა როგორ იქნება არ ჩანს ესეთი არაფერი. უფრო გამოჩნდება თებერვლიდან, თებერვალში ყოველთვის ხალხი ჩამოდიოდა, იმიტომ რომ სტუდენტური არდადეგები იწყება, მაგრამ წინასწარი ჯავშნები არ არის. ზამთრის სეზონს რაც შეეხება და ზაფხულზეც რო გადავიდეთ, ზაფხულზე ყოველთვის ერთი წლით ადრე დიდი ტურისტული კომპანიები მაინც აკეთებდნენ ჯავშნებს დიდ ჯგუფებზე. აი ხა მაგალითად შემოსვლამდე მეილი მომივიდა, წავიკითხე რომ სექტემბრის თვეში გაგვიუქმდა 2 დიდი ჯგუფი. ავსტრალიელები არის. რატო გაგვიუქმდა, როგორ გაგვიუქმდა, ნუ იმებში არ შევალ, უბრალოდ გაგვიუქმდა. ხო და რადიკალურად შემცირებულია წინასწარი ჯავშნებიც თუნდაც ზაფხულის სეზონზე. თვითონ ეს მარტივად გადასამოწმებელია, ყველას ბუკინგის აპლიკაცია აქვს და მარტივად შეიძლება გადაეხედოს ჯავშნებს. საერთო სურათი ალბათ ყველგან ერთი და იგივე იქნება და საერთო ზარალი და ყველას გვექნება ერთი და იგივე. ძიმია ეს სურათი ბიზნეს ქმნის. ამ მომენტში შეიძლება მე ვიღაცა მიფიქროს რომ მე ვუტრირებ და მე რაღაც იმაშუებით თითქოს პანიკას ვთესავ, მაგრამ ცოტა ხანში თუ ესე გაგრძელდა ალბათ საერთო სურათი მძიმე იქნება. იმედია რომ მე ვცდები და შევცდე. მაგალითად გეტყვით ახალი წლის შემდეგი დღეები იყო სამთო სათხილავ მოკურორზე ვიყავი სასრიალოდ და გონდოლაში შემხვდნენ პოლონელი ტურისტები და გამიკვირდა გამოვესაუბრე რომ რამდენი ხანია თქვენი ქვეყნის ხალხი არ მინახია თქო რა რაც ისე და ხო ჩვენო დიდი ჯგუფი ვიყავით დაახლოებით 10 თუ 15 კაცი ვიყავით მაგრამ საბოლოოდ მაინც 6-მა გავრისკეთ ჩამოსვლა ეს გავრისკე არ მომეწონა სიტყვა რომ გასარისკი რა გაქვთ თქო ნუ მაინცო აი რაც თქვენ ქვეყანაში მოვლენები როგორც ვითარდებაო მაგასთან დაკავშირებითო სხვები არ წამოვიდენო. ანუ უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყნის საგარეო კურსი აშკარად იცვლება თუ რა? მე ქვეყნის საგარეო კურსს დავაბრალე, იმიტომ რომ უსაფრთხოების კუთხით აქციები და ეგეთი რაღაცები სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება. ნუ განსაკუთრებული ისე არ ხდება ალბათ როგორც ჩვენთან იყო, მაგასაც თავის ფაქტორი აქვს, მაგრამ ალბათ უფრო ქვეყანა იცვლის ორბიტას და ნუ მაინც რუსული ორბიტაზე ყოფ იმ ქვეყანაში ჩასვლა სადაც საგარეო კურსი შეიცვალა ჩრდილოეთით ალბათ ბევრს არ უნდა. საიდან არიან ეს რუსი ტურისტები უმეტესად, რომელი ახლა ჩამოდიან საქართველოში, რომ სამთო სათხილავ კურორტებზე დაისვენონ, თუ აქ ცხოვრობენ უკვე, რამე ხომ არ გამოგირკვევიათ? რამდენიმეს ვკითხე რომ საიდან ხარ თქო და აქედან ვარ თუ ბათუმიდან. დაიმკვიდრეს უკვე თავბათუმში. ფაქტიურად შიდა ტურიზმი არის. ამ ზამთარ ჩვენ გქონდა სვანეთში შიდა ტურიზმი. ქართველები იყვნენ და ბათუმიდან ამოსულები. უბრალოდ ჩვენ თუ გავხდებით დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და რუსულ ტურისტზე, ორი მაგალითის მოყვანა შემილია, როგორ დაამთავრა, როგორ მოხდა თუნდაც 2019 ხო 2019 წელს 20 ივნისის ამბების მერე რო ჩაკეტეს ყველაფერი და უცებ ანუ მაშინ დიდი ზეგავლენა რუსულ ტურიზმს არ ქონდა ჩვენზე და ისე არ აისახა, მაგრამ შეგვიძლია გავხსენოთ, მე მგონი 2016 წლის მოვლენები იყო, თურქეთს და რუსეთს რო დაეძაბათ ძალიან ერთმანეთი და უცებ რო გადაუჭრა თუ თურქეთს ტურისტების ხაზი, ანუ აიკრძალა თურქეთში დასვენება თუ გახსოვთ და ძალიან დიდი დარტყმა იყო თურქეთისთვის ეს. ხო და რუსეთს ყოველთვის შეუძლია ბერკეტი ტურიზმი გამოიყენოს ბერკეტად, რომელიც იქნება დამანგრეველი და შეიძლება საერთოდ ნულზე დავჯდეთ უცებ. რუსეთს ეკონომიკური დამოკიდებულება არის კატასტროფა, რა თქმა უნდა. არა მხოლოდ ეკონომიკური, მათ შორის ენერგეტიკული და ბევრი სხვა მიმართულებით. ყველაფერი ამ მომენტში კონკრეტულად სვანეთში არის გაკეთებული, ყველას გაკეთებული აქვს სესხით.
არანაირ პოლიტიკური აი რო გავყოთ ვინ რომელ პარტიას ეკუთვნის ყველა ბანკის სესხთან არის თანასწორი. სანამ უფლის სამსჯავროზე წარსდგები, ჯერ სესხის სამსჯავროზე დგები და ანუ ის უნდა გაიარო და ზეგავლენა ამ ყველაფერს თუ ესე გაგრძელდა, ყველაზე ექნება ერთნაირი კატასტროფული შედეგი. ყველანი ვართ ერთ თოქში ჩაბმული, ვინც ამ სფეროში ვართ და სვანეთის მოსახლეობის 80% ამ სფეროში ამით არის დაკავებული. ან ყველანი გადავრჩებით, ან ყველანი ერთმანეთს გადავყვებით. აქ უნდა ვიმოქმედოთ შეთანხმებულად და ერთმანეთის გვერდზე დგომით უნდა შევცვალოთ რაღაცნაირად სიტუაცია. ჯერ კიდევ 2012 წელს მე მახსოვს ოცნების ლიდერი ივანიშვილი სვანეთის მოსახლეობას პირდებოდა ქვემო სვანეთიდან ზემო სვანეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გაჭრას ეგრეთ წოდებული ლენტეხი მესტიის გვირავი, ხო? მე უკვე 2016 წელს და მას შემდეგ ეს არაერთხელ მოვისმინეთ სხვადასხვა პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც ასე მრავალად და უხვად შევიცვალეთ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. გამოიყო პროექტირებისთვის, ამ გზის პროექტებისთვის მრავალი მილიონი ლარი. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ დღემდე არანაირი სამუშაო არ დაწყებულა და საბოლოოდ 2021 წელს ეს პროექტირების შედეგად მომზადებული სკოპინგის ანგარიში შესაბამის მოწყობამ გააუქმა, ძალადაკაკულად გამოცხადა. ანუ პროექტირებაში ჩვენ დავხარჯეთ რამდენიმე მილიონი ცენტრალური ბიუჯეტიდან, ანუ დრო, ეს მრავალი დაპირებები, ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი, ხო? და სანაცვლოდ მერე შემოგთავაზეს ლენტეხი უშგულის გავლით, ზაგაროს უღელტეხილის გავლით გზა, რომლის რეაბილიტაციაც განახორციელა და ამაში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ლენტეხი მესტიის გზა უშგულის გავლით. დააკომპენსირა იმ პროექტით რა სარგებლის მიღებასაც ელოდით და რა შეღავათებიც შეიძლება და მიიღო ზემო სვანეთის მოსახლეობა. იმის გათვალისწინებით ჩვენ ვიცით, რომ ამ ზაგაროს უღელტეხილზე თითოეულობის და ეს მკაცრი კლიმატური პირობების გამო ეს გზა წელიწადში წლის განმავლობაში ნახევარზე მეტი დრო არის ჩაკეტილი ფაქტობრივად და უმოქმედოა. რაღაც პერიოდამდე, თუ 2015-16 17 წლამდე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი განვითარება მიდიოდა ასე თუ ისე სწორი გზით, მიდიოდა საბაგიროების მშენებლობა, მიდიოდა გზის მოვლა და ამიერკავკასიაში მოვიყავით ალბათ მოწინავეები ტურიზმის სფეროში საქართველოს. მაგრამ ისევ და ისევ თითქოს ფეხი ვეღარ აუბით მე ამ მოვლენებს. ვეღარ გავყევით ტურიზმის სწორ განვითარებას, რამაც ერთ-ერთი ანუ მარტო არჩევნების იმაზე არჩევნების ვრალი არ არის. დროთა განმავლობაში მივდიოდით აქეთკენ, რომ ესე უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ აღარ გავაჩერეთ თითქოს განვითარება სწორი მიმართულებით. და როგორც იძახიან, ვბორძიკობდით. ხო და რაც შეეხება ლენტეხი მესტიის გვირაბს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გვირაბია ტურიზმ, მარტო სვანეთისთვის კი არა, ზოგადად საქართველოს ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მარტო ეს გვირაბი არ არის, რომ მესტიაში მალე ჩამოხვალ. ანუ ჩამოფრინდები ქუთაისში, გვაქვს ესეთი ქუთაისის აეროპორტი, რომელიც არის უნიკალური აეროპორტი, იმიტომ რომ იაფი ფრენები არის და ქუთაისის აეროპორტიდან შეგიძლია მოხდე მესტიის კურორტზე მაგვირავით 2 საათში, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტებით, აი აეროპორტიდან 2 საათი ითვლება ნორმად ზამთრის კურორტამდე, მარტო ზამთრის არა, კურორტამდე მისასვლელად. ეს გვირაბი ყოველი არჩევნების წინ ამოტივტივდება, მერე ჩატივტივდება. ბოლო არა, იმიტომ რომ 2021-ის მუნიციპალური არჩევნებისგან რამდენიმე დღეში უკვე კოპინგი ჩაგდებულად გამოაცხადეს. ანუ всё უკვე თქვენ ბოლო ის იყო, რომ აღარ ვაკეთებთ. და ამის დასაკომპენსირებლად თუ აი საჩვენებლად რომ სიტყვა არ გავტეხეთ, დაიწყეს ლენტეხი უშგულის გზის რეაბილიტაცია, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. კაია, რაც უფრო მეტი პროექტი იქნება, მაგაზე ვინ იტყვის, რომ ცუდი რამე გააკეთეს, მაგრამ ეს არ აკომპენსირებს არა, იმიტომ რომ მარტივად დათვლადია ყველაფერი რიცხვებით. იმ გზით წამოხვალ ლენტეხი უშგულის გზით თუ ზუგდიდის გზით ამოხვალ მესტიამდე მაინც 7 საათზე მეტი გჭირდება. იმ გზით რო წამოხვიდე და 5 საათი გჭირდებოდეს, კიდე იტყვი რომ ნუ ზაფხულში მაინც უფრო მალე ჩამოვედი, მაგრამ საბოლოო ჯამში ციფრები იძახიან ერთ და იგივე რაღაცას. იქაც 7 საათი გინდა, აქაც 7 საათი გინდა. ამ ლენტეხი მესტიის გვირაბის საშუალება მოგცემდა, რომ ქუთაისიდან 2 საათში ატყოფილიყავი. რაც არა მარტო მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარებას გამოიწვევდა რადიკალურად ლენტეხის მუნიციპალიტეტის განვითარებას, რომელიც ჩიხია ეხა ფაქტიურად. თორე ეს გზა რაც გაკეთდა ზაფხულში, მართლა ლამაზი გზაა, კაი გზაა, ტურისტები მოდიან იმ გზით, რაღაცა ნაწილი გადანაწილდა იქით, მაგრამ რადიკალურად აი ამ გზამ არაფერი არ შეცვალა გარდა იმისა, რომ უშგულში ამოდიან პირველი და მერე ჩამოდიან მესტიაში.
და აი ზუსტად მაგაშია საქმე რომ აღარ ვანვითარებთ ტურიზმს. ტურიზმს ყოველთვის სადაც ტურიზმი შედის, იქ მე მოყვება რა თქმა უნდა განაშენიანება. ეს პროცესიც ვერ მართეთ განაშენიანების და ვდგავართ საშიშროების წინაშე რომ ქაოტური განაშენიანება დაიწყოს და გვაქვს ამის მაგალითი. დაიწყოს რა, არ მიმდინარეობს. ხო, მიმდინარეობს, მაგრამ ისე რომ მდგომარეობაშია სვანეთი და მისი სოფლები. უშკულიც კი, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, ხო, შეტანილი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიასკოლის, ხო, ყოველწლიურად რამდენი მომდევნო წელსაც უშკულში ავდივარ. თითქმის ყოველწლიურად ახალი აღმოცენებული სოკოებივით სახლები, რომლის იერსახეც არქიტექტურაც ხედავ რომ არ უხდება, ამახინჯებს ისტორიულ კონტექსტს და იერსახეს თლიანად. უკვე არ არის ეს მწვავე პრობლემა სვანეთისთვის. მწვავე პრობლემაა, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ჯერ კიდე თქვენმა ხალხმა რამდენიმე წლით ადრე იფიქრა და გადაწყდა მესტიის ეგრეთ წოდებული მასტერ პლანის მიღება. მასტერ პლანზე იმუშავა დიდმა ჯგუფმა, თუ არ ვცდები. კაი გერგე გამოვიდა, როგორც ვიცი და ვიცნობ და მტვერიც კარგად ედება საკრებულოს შენობაში თაროზე. ლევანი რაზეც საუბრობდა ახლა მესტიის მუნიციპალიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მართალია თქვენ ბოლომოწვევის საკრებულოს წევრი ხართ, ანუ 3 წელია რაც საკრებულოს წევრი ხართ, მაგრამ ბევრად ადრეა შემოტანილი ეს დოკუმენტი თვითმმართველობაში დასამტკიცებლად. აი მინიმუმ ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც თქვენ საკრებულოს წევრი ხართ, ალბათ ესწრებით საკრებულოს თვალებს. მომხდარა ამის განხილვა, განგიხილავთ? სამწუხაროდ ამ 3 წლის განმავლობაში ამ გეგმის განხილვა საკრებულოში არ ყოფილა. ამის გამო მოსახლეობას თვითნებურად უწევს მშენებლობები, რაც ასევე როგორც უშკულში ჩვენ ვისაუბრეთ, მესტიის იერსახეს და ავთენტურობას ამახინჯებს და ეს შემდეგ დიდ პრობლემებს ქმნის, როგორც იერსახის, ასევე გადაადგილების მხრივადაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის მესტიის რაიონიც. დაგისვამთ ოპოზიციის წარმომადგენლებს მაინც საკრებულოში ამ გერგის დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვები, რატომ არ ხდება მისი დამტკიცება? დაგვისვავს ამის შესახებ და უნდა გადაწყდესო ცენტრიდანო. ჯერო ამ იმაზეო მიმდინარეობსო ისევ არ არისო მზადო და როგორც კი მზად იქნებაო შემოვიტანთ და დავამტკიცებთ შემდეგო. არა დოკუმენტი ხო შემოტანილია რეალურად? შემოტანილი არის, მაგრამ განსახილველად ჯერ დაიწყო რაღაც პერიოდის განმავლობაში სახალხო განხილვებიც დაიწყო, შემდეგ საკრებულოშიც შემოტანილი, მე ისევ შეჩერდა და ამის მიზეზი ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის. 10-15 წლის უკან იყო მესტიას ჭირდებოდა საკმაოდ განვითარება, რეკონსტრუქცია, რაც ეს 2010-12 წლის 2 წლიან პროექტით მოესწრო და გაკეთა. შესაბამისად იმუშავეს სპეციალისტებმა და მაქსიმალურად მოახდინეს, რომ ჩაესვათ ადგილობრივ არქიტექტურაში ჩვენი რაიონი და ეს ასე თუ ისე მოხდა. შემდეგ რაც შეიცვალა ეს ხელისუფლება და 2012 წლის მერე ცვლილებები მოხდა, ამ კუთხით არაფერი არ კეთდება და იმ გაკეთებულსაც ვაფუჭებთ და ვამახინჯებთ და ეს სამწუხაროდ არ მეგვიყვანს იმამდე, როგორც აღნიშნეთ, ეს ავთენტურობა და ეს თუ დავკარგეთ ჩვენ, რის გამოც ტურისტის უმრავლესობა მოდის და აინტერესებს, შემდეგ ეს ყველაფერი გახდება ინტერესო და 2012 წლის მერე მესტიაში რა შეიცვალა ისეთ? ისეთი რა საშინელი პროექტის სასტუმროები აშენდა? არ დავასახელებ, ისეთ საშინელი რომ აი რო შეხედავ რაღაცა გეზიზღება რა, ისეთი პროექტები. არ ჯდება მაგი ჩვენს ლანდშაფტში, არ ჯდება მაგი ჩვენს ძველ კულტურაში. მე ახლა მინდა გითხრათ რომ იტალიაში ქალაქ ბურნეკოში მე გავაკეთე სვანური მაჩუბი რა. მიწვევით ვიყავი წასული და უნდა ნახოთ იქ როგორ ეფერება ყოველი იტალიელი თავის სიძველეს. აქ პატარა ფიქალია ხო, მაგას არ ამოიღებს. ისე გაალამაზებს რისი ბეტონები, რა ბეტონები. ისე აქვს სოფლების შენახული, ავთენტურად ისე ჩანს ყველაფერი, ისე ლამაზად რომ იქ ვინ არ წავაგასო, რო შეხვალ დაისვენებ რა. ჩვენ მაშინ მანქანა გვემსახურებოდა და დავდიოდი სოფლებში. მე იქიდან ჩამოვედი, როგორ იცი, გაგიჟებული რა. ჩვენთან ამ ძველ ძეგლებს როგორ ექცევიან, ძველ მაჩუბებს ანგრევენ და მის იმაზე ამოყავთ ახალი რაღაცა სიმახინჯეები, ასე ვთქვათ რა.
და ამ ხრივ ძალიან აი თქვენ ახსენეთ უშკული. უშკულს ახლა ვერ შეხედავ. რა დღეშია უშკული ნახეთ? რა იყო უშკული და რა გახადეს? ბევრი წლის განმავლობაში ვხედავთ და გვესმის და ვნახულობთ, რომ მესტია არის საქართველოში 64 მუნიციპალიტეტს შორის სიღატაკით გამორჩეული, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით. ანუ მოსახლეობის 70% მიიჩნევა სოციალურად დაუცველად და იღებს ღატაკებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას. ეს ისეთი ფოკუსია დღემდე გაოგნებული როა ყველა. ძალიან ცუდია თვითონ მოსახლეობის პოზიცია, ვინც დაუმსახურებლად ას შემწეობას იღებს. იცით, იმიტომ რომ ეს მათ მორალზე მეტყველებს რა. მოდი ასე ვთქვათ. ეს არის გაყიდული ადამიანი, სულ გაყიდული ადამიანი. ბოლო არჩევნების შედეგები რომ ნახოთ, მე წეგან საგანგებოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტიდან რამდენიმე მონაცემი ამოვიღე, მაგალითად, ქართულმა ოცნებამ ყველაზე მეტი 98.4% 62 ხმაა ეს, მაგრამ მაინც მიიღო 25 უბანზე სოფელ მურშკელში. 97% მიიღო სოფელ იელში, 96.5% მიიღო სოფელ იფარში, 90.7% მიიღო სოფელ ადიშში. რითია ეს განპირობებული? სხვათა შორის ორი ოჯახი არ ცხოვრობს, 62 ხმა აქვს მიღებული მურშკელში. ბუნებრივი სტიქიის შედეგად იქ ლანდშაფტი მთლიანად შეიცვალა და თუ რაღაც ფოკუსნიკები მოვიდნენ და კიო გაჩნდა სადმე არ ვიცი, მოიყვანეს ეთყობას გადასახლებული, ჩასახლებული სხვაგან. ასეთი მაღალი პროცენტი, რომელიც საქართველოს თითქმის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ მეუღია. ჩვენ სულ გვესმის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებზე, რომ იქ ყოველთვის მართლ პარტიას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, აქვს მაღალი მხარდაჭერა. ეთნიკურად ქართველი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონშიც 100%-ს უახლოვდება ზოგიერთ სოფელში ასეთი მაღალი მხარდაჭერა და შედეგი. და ეს შეიძლება იყოს განპირობებული სწორედ იმით, რომ მოსახლეობის 70% დამოკიდებული ყავთ სოციალურ დახმარებაზე. არა მარტო გელა, დახვეწილი თაღლითები არიან ჩვეულებრივი. და არ იშურებენ არც სახელმწიფო ბიუჯეტს, არც ნათესაობის ინსტიტუტს, არც მეგობრობის, არც ნათელმირონობის და ასე შემდეგ. თქვენ იყავით ერთ-ერთი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობთ, საჯარო მოსამსახურე ხართ და რაღაც პერიოდით ქუჩაში გამოხვედით და თქვენი მეგობრების, თქვენი თანამოაზრეების ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ მოწყობილ აქციას შეუერთდით მერიის შენობის წინ. და რა მოხდა თქვენს ამ პროტესტს, რომელიც ღიად გამოხატეთ? გასული წლის 3 დეკემბერს თუ არ ვცდები, მე გამოვედი სამსახურიდან და დავდექი სამსახურის სიახლოვეს, შევერთდი ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ არა ძალადობას ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ეს იყო ზუსტად არ ვიცი, ენით აღუწერელი სისასტიკის შემდეგ, რასაც მე ჩემდა სამწუხაროდ უყურებდი ტელევიზორიდან და სოციალური ქსელებიდან. თამუნო, ერთადერთი იყავით, ვინც მესტიის მერიიდან გარეთ გამოხვედით? დიახ, ერთადერთი ვიყავი, გამოვედი სრულიად შეგნებულად რა. სრულიად შეგნებულად გამოვედი დასავლური კურსის გადახვევის გასაპროტესტებლად, ესე იგი აქციიდან 2 დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი მიშვებდა სამსახურიდან. პოლიტიკური ნიშნით შემარჩიეს, გამომარჩიეს. საღლიცინო გავიგდეთ თემა ომიგინდა, მაგრამ იმუშავა ამ ომიგინდა. ანუ არავინ არ მიუდგა ამ საკითხს სწორად ოპოზიციის მხრიდან მეძახი, ჩემი გადმოსახედიდან, იმოქმედეს ადამიანის ირაციონალურ შიშებზე, გააღვივეს, ჩაებღავიჭნენ და მართეს. ომის შიშის წინ ინფრასტრუქტურული პრობლემები მეორე ადგილზე გადის. რაღაცნაირად უნდა წამოვწიოთ ყოფითი პრობლემები წინ და ხალხმა დაინახოს, რომ ანუ იმას კი არ ვზეხარ, მაგრამ რუსეთი ყავს მეზობლად და ნებისმიერ წუთში შეიძლება რაღაცა მოხდეს, მაგრამ ჩვენით ვიგიჟებთ თავს და ვიღრმავებთ რაღაცა შიშებს, რომელიც მოქმედებს განვითარებაზე შემდგომში. სვანეთში მილიონობით კუბომეტრო ხეთყი იჭრება, გამოზაფხულდება და სითბო დადგება, ვაგონი ვაგონს მისდევს. ნუ სად არის ამდენი ხეთყი ვერ ხვდები რა. თუ საგანგაშო ზარები არ შემოირტყა, ცოტა 10 წელიწადში სვანეთში ხეთყი არ იქნება. დაახლოებით 10-15 წელიწადში. ხო და მე თანაც რა იჭრება? იჭრება ახალი ხეთყი. სანიტარული ჭრებით, მაგრამ იმიტომ რომ მე ვიყავი უბნებში შესული
და იქ რო ნახავ საცოდავობას, ესე იგი როგორ არის დაჭეყილი, მიჭირილი, ყველაფერი რო ასეყრია. უცხოეთში კაცო რომ მოჭრიან, ხო იმას გაიტანენ, გაასუფთავებენ, ახალს ჩარგამენ. აქ არა. ნაკრძალად თუ არ გამოცხადა სვანეთის ტერიტორია, მე უგულისხმობს ხეთყეს. თუ არ გამოცხადდა 14 წელიწადში სვანეთში იქნება რასა საშინელება სტიქიები და უბედურებები და რა ვიცი. რა მინდა მივაბადა რაჭაში გამოკვეთა თვითონ მოსახლეობამ რომ გაუგონარმა ხეთყის პარსვამ გამოიწვია ის რაც მოხდა ის რაც მოხდა. დიახ, შოვში მომხდა ტრაგედიას გულისხმობდა. არ ვიცი ადამიანები საერთოდ აზროვნების უნარი დააკარგვინა ფულის სიყვარული, მამონას მონები გავხდით ასე მასიურად როგორ დავიჯერო კაცო. უნდა ჩვენი გლეხი იცით როგორ გონივრულად ექცეოდა ხეთყეს, ნაკრძალი ტყეები ქონდათ და იცოდნენ როდის მოეჭრათ, რამდენი უნდა მოეჭრათ და სად არ უნდა მოეჭრათ და დღეს დიპლომიანი ეგრეთ წოდებული განათლებული ადამიანები აბსოლუტურად ვანდალურ საქციელს ჩადიან ხალხო. ეს გაუგონარი რამეა. არა სად არის აქ ან კუთხის სიყვარული, ან ბუნების სიყვარული, ან თავის სიყვარული, რას უტოვებენ მომავალს? რაც წაიღებენ ისეთ სიმქვეყნად, ან რამდენ წელს ფიქრობენ რომ იქნებიან ცოცხლები, ვინც ვერ ძღება ვერაფრით. შევეხები ასევე ერთ დიდ პრობლემას, რომელიც არის მესტიაში და მესტიაში შემავალ თემებში. ეს არის წყალი. დაიხარჯაო თანხა, 20 მილიონი დავხარჯეთო, მაგრამ შედეგი ის რომ წყალი არ მოდის. ის რომ რაღაცა რომ არ გაქვს თუნდაც წყალი საარსებო გულისხმობ, ანუ არ გულისხმობ რაღაცა სასწაულს. უბრალოდ საარსებო მინიმუმი, როცა არ გაქვს დენი, როცა არ გაქვს წყალი, გამოდი და გააპროტესტე. არ არის სირცხვილი, ჩემი აზრით, პირიქით მოითხოვე და ალბათ მიიღებ. ანუ მაგრამ ეს ჩვენთან არასდროს არ ხდება, ვინც გამოვდივართ კი ხედავთ როგორ შედეგსაც ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ანუ ეს პროტესტის უნარი სანამ ხალხში არ გაიღვიძებს, მანამდე ვფიქრობ შედეგს ვერ მივაღწევთ.